შემდეგი თავის თემა გახლავთ ბლოკები და ავტომატური გასწორების ფუნქციები. This ნახოთ პირველ რიგში როგორ მუშაობთ ბლოკებზე. Insert menu-ში გვაქვს ჩამონათვალი quick parts, menu-ში ჩამონათვალში გვაქვს quick part-ი. თუ ჩვენ გვინდა რომელიმე quick part-ის გამოყენება, ამისათვის ვაკეთებთ შემდეგ ბრძანებას. მაგალითად, build block organizer-ი, რომელშიც შევდივართ და ვხედავთ სათითაოდ უამრავ ჩამონათვალში უამრავ quick blocks. ერთ-ერთის არჩევის შედეგად მივიღებთ გამოსახულებას იმას, რომელსაც ჩვენ ხედავთ უკვე ეკრანის მარჯვენა ნაწილში. თუ ჩვენ მას დავალაგებთ კატეგორიის გალერიის მიხედვით, ისინი დავალაგდება ანბანურად გალერიის მიხედვით, ან კატეგორიის, ან მაგალითის, ან სახელის მიხედვით. მოკლედ თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ და მოძებნოთ ნებისმიერი თქვენთვის სასურველი ვარიანტი. დავუშვათ ავირჩიეთ ესეთი ვარიანტი და მივცეთ ბრძანება insert-ი. როგორც ხედავთ, ის ავტომატურად ჩაჯდა. თუმცა შეიძლება ბლოკების ასევე არა მხოლოდ ავტომატური ჩასმა, არამედ მათი ცვლილებაც. ასე მაგალითად, edit properties-ში შევდივართ და ვაძლევთ ბრძანებას სადაც ჩვენ უნდა შევუჩიოთ მას სახელი, კატეგორია, გალერიის დასახელება, description-ი, ანუ განმარტება, save in-ი თუ რაში შეინახოს და option-ი, თუ რა პარამეტრით მოხდეს მისი ჩაჯდომა. ჩაჯდეს მხოლოდ მისი ტექსტი, ჩაჯდეს მხოლოდ მისი ტექსტი ამ კონკრეტულ პარაგრაფში, ან ჩაჯდეს ამ კონკრეტულ ფურცელზე. რაც შეეხება მის ასევე ხელით შეგვიძლია შევქმნათ ახალი რაიმე გამოსახულებაც, რომელიც შემდეგ quick-ებში შეგვიძლია დავამატოთ. მაგალითად, მივცეთ რაიმე ხაზი, სწორხაზოვანი, აი ესეთი, მივცეთ მას დავუშვათ ფერი, შევთ ხაზის სისქე და მოდით გავაკეთოთ ასევე insert draw text box-ი. დავხაზოთ text box-ი და მოვნიშნოთ მთლიანად ყველაფერი. Ctrl-A. შემდეგ დავაწვევთ Alt-F3 კლავიშს. გამოდის create new building block-ი, მარტივად ეგრევე. თუმცა ის არის პირდაპირ insert menu-შიც ბრძანება quick-ი და შემდეგ ვაძლევთ building block organizer-ი. თუმცა აქედან გაკეთებას, რა თქმა უნდა, ჯობია Alt-F3-ით გამოვიძახოთ. უფრო ჩქარა და მარტივად. Name-ი მაგალითად დავარქვათ ისარი, დავუშვათ მარტივად. იყოს ნებისმიერი კატეგორია, რაც გვაქვს, დავაჭიროთ OK relax. აი ახალი ფანჯრის გახსნის დროს რომ ავკრიფოთ ისარი და დავაწვეთ F3 კლავიშს, ის ავტომატურად გარდაიქმნება მად. ასევე ეს მენიუ უნდა იყოს შემოთავაზებული გალერიაში. აი, სწორედ გალერიაში. თუ გალერიაში რამე არის, რაც ჩვენთვის მისაღები არ არის, შეგვიძლია შევცვალოთ edit properties-ით ან organize and delete. მარჯვენა ღილაკით ბრძანება delete და ის წაიშლება. როგორც უკვე გითხარით, უამრავი ავტომატური ბლოკები არის შექმნილი და შეგიძლიათ ნებისმიერი მათგანი გამოიყენოთ insert კლავიშში დააწვევით და ისინი ავტომატურად ჩაჯდება. თუმცა ამის გარდა არსებობს Word-ში autocorrect option-ებიც. პირველ რიგში ეკრანზე გამომაქვს ფუნქცია more command-ის დახმარებით, ბრძანებები, რომლებიც არის command not in the ribbon, აი ამის ნაწილი და აქ მაქვს auto text-ი ფუნქცია და auto format-ი, რომელიც უკვე გადატანილი მაქვს მე მარჯვენა მხარეს, იმისათვის რომ გამოჩენილიყო ჩემს რიბონებში. მათი გამოჩენის აზრი გახლავთ ის, რომ შემიძლია მე შევქმნა ავტომატური გასწორების ტექსტები, ან შემიძლია გავაკეთო ავტომატური ავტოგასწორებაც, ავტოფორმატი. პირველ რიგში შევდივართ Word option-ში, შემდეგ Proofing-ში და შემდეგ ვირჩევთ ბრძანებას autocorrect option-ი. Autocorrect option-ის გამოძახების დროს გვხვდება პირველი autocorrect option-ი, სადაც მე გირჩევთ პირველი სამი სიმბოლო გათიშოთ გამომდინარე იქიდან, რომ ქართული აკადნუსხურის ტექსტის მუშაობის შემთხვევაში ხდება პირველი სიმბოლოს ჩაყლაპა. თუმცა თუ პროფესიონალურად მიუდგებით და ქართულად გამოვიყენებთ Unicode-ს, ანუ გამოვიყენებთ ქართულ კოდს, შესაბამისად
პრობლემა არ გვექნება და შეგვიძლია ჩავთვლოთ ყველა მათგანის. აქ გვაქვს ბრძანება replace-ი და with-ი. მაგალითად, თუ ავკრიფავთ სიტყვას გიორგის, ჩვენ შეგვიძლია რომ ის ვაქციოთ ჯორჯად, დავუშვათ ჯორჯი. აი ასე მაგალითად. და მივცეთ ბრძანება add-ი. დავაკეთოთ OK, კიდევ გავაკეთოთ OK და მოდით შევამოწმოთ. მაგალითად, ავკრიფეთ გიორგი, ინტერვალის შემდეგ ის ავტომატურად გახდება ჯორჯი. გარდა ამ ფუნქციისა, შეგვიძლია შევასრულოთ ასევე word option-ში, proofing-ში და autocorrect option-ში math autocorrect-ი, სადაც ჩვენ როგორც ხედავთ, მოცემული არის უამრავი მათემატიკური ფუნქცია, ნიშანი, სიმბოლო, რომლებიც შეგიძლიათ ჩასვათ დოკუმენტთან მუშაობის დროს. თუმცა თუ რომელიმე აი ამ დაგვარ სიტყვას გამოიყენებთ, მაგალითად, დახრილი ხაზი და ის რაც აქ არის ჩანაწერი, შეგიძლიათ ჩასვათ ნებისმიერი სხვა სიმბოლოს. მოდით ესეც გავაკეთოთ. ასე მაგალითად გავაკეთოთ დახრილი ხაზი და გიორგი მაგალითად. და ჩავსვათ მათემატიკური რომელიმე სიმბოლო. თუმცა აი ეს სიმბოლო მანამდე ჩვენ უნდა მონიშნული გქონოდა, რომ ჩავსვათ ამ ნაწილში. ანუ მონიშნა კი უნდა გაგვეკეთებია შემდეგნაირად. უბრალოდ უნდა ჩაგვესვა insert სიმბოლი, insert სიმბოლიდან მაგალითად გული, მოგვენიშნა ეს ტექსტი, შემდეგ შევსულიყავით word option-ში, proofing-ში, autocorrect-ში და სწორედ აი ეს ორი ვარსკვლავი, რომელიც როგორც ჩანს ნიშნავს გულს, დავწეროთ ესე მაგალითად და გული. იმედია გამოგვივა add, OK და მოდით ვნახოთ გული, დავწერეთ, უბრალოდ ჯერ დახრილი ხაზით და ინტერვალი. გახდა ორი ვარსკვლავი. უბრალოდ სიმბოლოთ არ აღიქვა, იმიტომ რომ სიმბოლო არ ჩასვა, მაგრამ სხვა ისეთი გული არ ჩასვათ ხოლმე. მათემატიკურ სიმბოლოებს, რა თქმა უნდა, აუცილებლად ჩასვავდა. შემდეგი ფუნქცია გახლავთ word option-ში, proofing-ში, ასევე autocorrect option-ში, auto format as you type. როდესაც თქვენ ბეჭდავთ, ავტომატურად ხდება გასწორებები. რისი? მაგალითად, ჩვეულებრივი სწორი ბჭყალები იქნება ქართული სტილის ბჭყალებად, ანუ დახურვა და გახსნის ბჭყალებად. მაგალითად, 1 დახრილი 2, ანუ რეალურად ეს არის 1/2, გარდაიქმნება ავტომატურად 1/2-დაც და არა 1 დახრილი 2-ად. ანუ ეს არ არის უკვე ჩვეულებრივი დახრილის ნიშანი, არამედ არის სიმბოლო გაყოფის ნიშანი. თუ აი ამ ფუნქციას ჩავრთავთ, ამ შემთხვევაში მოხდება ის, რომ თუ დავწერთ რაიმე სიტყვას ვარსკვლავის დასაწყისით და ვარსკვლავით დავაბოლოვებთ, ის ავტომატურად დაიწერება როგორც ბოლდი. მოდით შევამოწმოთ ვარსკვლავის ნიშანი 1 გიორგი მაგალითად და ისევ ვარსკვლავის ნიშანი. როგორც ხედავთ, ის ავტომატურად გახდა ბოლდი. ხოლო თუ ქვედახატირებით დავწერდით, ის ავტომატურად გახდებოდა იტალიკი. თუმცა ეს არ არის ისეთი პრაქტიკული autocorrect და სწორედ ამიტომა გათიშული. ასევე ჰიპერლინკები, თუ ჩვენ ავკრიფავთ მაგალითად www.cu.edu.g, რაც ნიშნავს, რომ კავკასიის უნივერსიტეტის ვებსაიტი იქნება, ის ავტომატურად ლინკად იქცევა და მოხდება მისი ხელის დაჭერის შემთხვევაში გაიხსნება საიტი. მაგრამ თუ ჩვენ არ გვინდა, რომ ის ლინკად იქცეს, უბრალოდ გავთიშავთ ამ ღილაკს და ის ავტომატურად აღარ იქნება ლინკი. არაფერი არც ჩავწერთ, ლინკი აღარ იქნება. Ordinalist 1CST, ანუ ნიშნავს, რომ first არის, ხო? თუ ამ დავწერთ 1ST, ის ავტომატურად გადააქცევს მას შემდეგნაირ გამოსახულებად. მოდით ვნახოთ როგორ 1ST ინტერვალი, როგორც ხედავთ, ის გახდა ზემოთ აიყვანა მან ერთიანი, ზემოთ დაიყვანა ST. Word option-ის proofing-ის autocorrect option-ის ბოლო ბრძანება გახლავთ, რომ უბრალოდ ორი ტირე დაასვას როგორც ერთი ჩვეულებრივი გრძელი ტირე. გარდა ამისა არსებობს ასევე auto ფორმატი. auto ფორმატი არის ძალიან კარგი და პრაქტიკული რამ. თუმცა auto ფორმატი 2003-ის Word-ისაგან განსხვავებით აქ გამორთულია და მის ჩასართველად საჭიროა როგორც ასეთი ხელით გაშვება. ეს არ არის შეცდომა, პირიქით ეს ძალიან პრაქტიკული რამ არის, იმიტომ რომ ზოგიერთი დოკუმენტი სულაც არ ითხოვს ავტომატურ ფორმატირებას და წინამორბედი Word-ის შემთხვევაში ხანდახან ზიანდებოდა კიდეც დიდი ზომის ფაილები. მოდით ვნახოთ, რას ნიშნავს auto ფორმატი. auto ფორმატი ნიშნავს ბრძანება, რომელიც უკვე არსებულ
დოკუმენტს გახსნის შემდეგ მოუხდენს რედაქტირებას. მოდით ვნახოთ რა რედაქტირებაზეა საუბარი. მაგალითად auto format as ტაიპის შემთხვევაში გავუთიშოთ ყველა ეს პარამეტრი. მივცეთ OK ბრძანება, ისევ OK ბრძანება და ჩავწეროთ მაგალითად 1ST. როგორც ხედავთ, არაფერი არ მოხდა. მაგალითად 2 ვარსკვლავი და მათ შორის დავწეროთ გიორგი. მაგალითად დავწეროთ 1 გაყოფილი 2-ზე და ასე შემდეგ. მაგალითად www.cu.edu.ge და ასე შემდეგ. თუ ამ ფაილს დავასეივებთ დესკტოპზე, მივცემთ და დავარქმევთ სახელად მაგალითი ან ტესტი, მნიშვნელობა არ აქვს, დავხურეთ, ესეც დავხუროთ, არ გჭირდება. გავხსენით მაგალითი და მივეცით უკვე ფუნქცია auto format dialog-ი, რომელშიც ვეუბნებით, რომ general დოკუმენტია. ოპშენებში შეგვიძლია მიუთითოთ უკვე თუ რა გაასწოროს და auto format-ის შემთხვევაში მე ვეუბნები, ეს არ აგერიოთ auto format-სა და auto format as view type სხვა. auto format-ის დროს ყველა ფუნქცია, რაც იქ გამოვრთე auto format as view type-ში, აქ ჩართული მაქვს, ვაწვევი OK-ს და ვეუბნები auto format now ან auto format and review each changes. OK. და აი მაჩვენა პირველი change მოხდა ეს, მეორე change ეს, მესამე ეს. Review changes ბანების შემთხვევაში დავინახავ თუ რა მოხდა და ეს გახლავთ track changes-ები, რაც ჩაირთო, რომელსაც ჩვენ მოგვიანებით ვისწავლით. Hide marks ნიშნავს, რომ დაიმალოს მარკები, ანუ ვერ დავინახოთ რა მოხდა. მივცეთ დავუშვათ find-ი წინა რა იყო, ან find-ი next-ი სათითაოდ და რა თქმა უნდა ჩვენთვის ეს ყველა მისაღებია, არავით არის reject-ი, ყველაზე თანახმოვართ და ვეუბნებით accept all და ყველა ფორმატი უკვე ამ შემთხვევაში მან განიცადა და მიღებულია. ამითი მინდა დავამთავრო ეს თავით, ვფიქრობ მარტივი და გასაგები გახდათ. შექმენით თქვენთვის სასურველი ავტოკორექტის ტექსტები, ავტოფორმატირებები და ასე შემდეგ, რაც ყველაფერი განვიხილეთ, building ბლოკები და ასე შემდეგ.